დილამშვიდობის. როგორ ხართ? გამარჯობათ. დღემშვიდობის, დილამშვიდობის და რა ვიცი. ათის 20 წუთია მარტო ვარ სახლში. გეგმები მაქვს n რაოდენობის, მაგრამ არ ვიმჩნევთ გეგმები რას აქვს. არ ვიმჩნევთ. უბრალოდ არ მინდა რომ შევიმჩნევ, მაგრამ მემჩნევ. პირველ რიგში რისი დარდიც მაქვს ის არის რომ სანამ მარხვა დაიწყებოდა ლაშას უცხარი რომ მოიტანე მეთქი ხალი კი არა და ისპანახი ხო რა და რომ ის მეთქი ყველ შეურევდა გავაკეთებ მეთქი ხოლოვანა თუ რაღაცა ეკეთი რა და ზუსტად იმ დღეებში როდესაც ეს უნდა გამეკეთებინათ მე რომ უნდა მოვუძებნო ეს სად მიკეთე როდესაც ეგ უნდა გამეკეთებინა დაიბადა დამიანე და მოკლედ ეს ამბები იყო ციებცხელება იყო ხო და ეს ამერიკა მახსენთ ამაზე უნდა გითხრათ რაღაცა მკითხეს და დამიანეს ციებცხელება იყო მოკლედ მაღარიჩები მთელი ამბები და დამავიწყე ჟენი ყოლოვანა და დამავიწყე რა აზრი ვინ შეჭამდა ეხლა რა როგორ შეჭამდა მაგრამ ოღონდაც რა ხო და ეგ ამაკი ხარა გასაკეთებელი რომ მენანება არ გააფუჭეს და დალპეს და ეხლა მინდა რომ ცოტა ცომი მოვზილო მაგის გამო ყველს ვეღარ შეურევ მაგრამ მასე გავაკეთებ რა შევანილებ რა მოხდა ეგ საქმე და შემდეგ გამახსენე ეს რომ აყიდინეო და ისე ვისი არისო სხვა შორის როგორ ეტყობა რომ ზაფხული არ არის და ისა არ გაფუჭდა რა ცოტა მოიწყინეს ფოთლები. ხო რა შეიძლება ეხლა იმას ვეძებდი. წუხენ რომ თქვი, ვინც უყურა წუხანდელ ვიდეოს, საერთოდ მანქანას რომ ველოდებოდი გამოირთას მეთქი, 2 საათზე გამოირთა ძირის ეშველა და ეხლა გავფინა და კიდე შევყარე წყალი მოდის, ღმერთობადლობა წყალი მოდის და არ ვიცი დღეს უნდა ვრეცხო. ხო და ისა ვეძებდი ბენდენასავით რაღაცა რომ მინდოდა რომ ეს თმა აღარ მინდა რომ ესე გადავიწიო იმიტომ რომ ძირებიდანვე უკვე ფორმა დავაკარგინე საკუთარ თმას რომ ანუ სულ აქეთაა გადაკაჩული რა და აი ესეა არა და იცი როგორი ფჩოლკა მქონდა ხოლმე სანამ გავთხოვდებოდი აი რაღაც 14 14-ში არა აი 15 მე თვითონ შევიჭერი მაინტერესებდა და სულ ყველა შურდა იცი რისი როგორ ვიყენებდი იცი ფჩოლკას აი ესე დავიჭერდი ხოლმე აი ესე თითებს შორის აი ესე და აი ესე გავშვიდი არსად არ წავიდო და არც ლაკი ზოგი იმას რა ქვია ვაზელის ისმევდა რომ აი არ ვიცი და ოღონდისა მე იცი როდის გამიფუჭდა ანუ ის ხوارი თმას რო აქვს თმის ღერს მიმართულება რო ზოგი აქეთ არის ზოგი აქეთ ხო და ეხლა ის ზუსტად ამ გადაწევით თმის ღერმა ფორმა შეიცვალა ანუ მიდის რაღაცნაირად რა მოკლედ ხო და კიდე გამიფუჭდა ქორწილის დღეს სტიკიო თუ რაღაცა ქვია წებო მშრალი წებოსავით თუ თმის ხო იცი ფჩოლკა მქონდა აქეთ თუ აქეთ ხო და აქედან აი მთელი ძალით აქეთ მქონდა გადამოქაჩული და ამით დაწებებული და სხვათა შორის ზუსტად სამ დღეში შევატყე რომ მე ჩოლკას ესე ვიღარ ვიყელებდი ან აქეთ მოდიოდა თმა იმდენად მნიშვნელობა აქვს როგორ გაქვს ხოლმე ხო და მეთქი თან გაშლილი თმა იცით რომ არ მიყვარს მე და აი ესეთ სიტუაციაში ვაიქ არაფერი ჩაუმეფხატოს ყველაზე კაი ის არის სიტუაცია ბენდენ რომელსაც ადრე ხმარობდი ხოლმე რა ხშირად არა მაგრამ ხმარობდი ხო და ეხლა მოვძებნე ვიცოდი რომ ყვითელი მქონდა სადღაც მაგრამ ვერ ვიპოვე გაგიკვირდებათ და ვერ ვიპოვე ნეტა რა ვქენი გადავაგდია რა ვქნა ყვითელი კი არ არის ჩემი ფერი ანუ ზოგადად ესე სახმარად ტანსაცმელს რაღაცებს არ ვირჩევ ყვითელ ფერს მაგრამ მეთქი სანამ თემურა და ჩამოვა ხო თემურაზე ისაუბრე კარგია ხო სხვათა შორის ეგ შორინას პაპასთან რო წავიდე ეგ არის ისა რომ ეგავ თემურა არ არისო თემურაო გაიედი არა თემურა მე ბიძაჩების სახელი დავარქვი აი ეგრე ეხა დადექი და მდიედი სანამ თემურა ჩამომიტანს მე ბენდენებს
არ ვიცი, იქ 6 წელი რო შევუკვეთე, ცოტა მეეჭვება ივანესთვის. პატარები ხო არ არის. იაფათი იყო, არა და ვიზუალურად ისეთი იყო. ზოგადად ხო იცით, თებუს ეგ ჩვევა აქვს, რომ შევუკვეთავ ამ ხელას, ჩამოდის ამ ხელა. ხო, არ ვიცი, რა ვიცი, სამი და რაღაცა მივეცი და თუ არ ჩამოვიდა ოღონდ და წარმოვიდგინეთ სამი და რაღაცა მივეცი 4 ლარამდე 6 წელში. მე 1 წელი მომეწონა და 4 ლარი მივეცი 1 წელში. და 4 ლარამდე იქ იონესთვის რო ვიყიდე მივეცი 6 წელში, 6-ში, მე 1-ში მივეცი. ხო და ახლა გააკვეთ რომელი ჩამოვა კაი. ყურსასმენები შევუკვეთე მეთქი და მაინტერესებს როგორი ჩამოვა. ბარბარისთვისაც რაღაც ხო, ფანკ. და ისა ზოგადად ეს რაღაცას რო ვიწერ ხოლმე თუ რომელი მესთვის ვიწერ, აუცილებლად სამივესთვის უნდა იყოს. ანუ ისი არ არის რომ ერთის გამოვიწერ მეორეს და ახლა ნინოსთვის შევედი შევბოდიალდი რომ მეთქი ბარემ ისე გამოვიწერ ნინოსთვისაც რამე ჩამოვიდეს და ნინო კიდე ჯერ ისე მიუხედავად იმისა რომ 10 წლისაა და ნუ მაგასაკში ბარბარისაც უყვარდა ხოლმე რაღაცები, მაგრამ ნინოს ძალიან სათამაშოები უყვარს და ძალიან ეგეთი რაღაცები და ადრე მქონდა ხოლმე მე სხვადასხვა წეგ თით ჩიტი არის თითზე ნისკარტით რო დაიდე ბალანს იჭერს რა ანუ რა სიმძიმის ცენტრი აქ რაღაცა თავთან ახლოს რაღაცა ისეა გაკეთებული და ანუ ნისკარტით რო გიდევს თან ქანაობს ანუ არ ვარდება რა მთელი ტანი აქ აქეთ და ეგ შემხდა და გამახსენდა ჩემი ბავშვობა მქონდა ხოლმე შუშისა მე ალბათ გამიტყდა რაღაც და ეგეთი იყო პლასმასის ეგ შეუკვეთე ნინოსთვის რაღაცა შეუკვეთე კიდე ნინოსთვისაც შეუკვეთე მაგრამ არ მახსოვს აბა ნახოთ, ამაშიც მაქვს თემუს აპლიკაცია, მაგრამ გადახდა სამით ვერ ვაკეთებ, იმიტომ რომ წელა მქონდა და ტელეფონი. უბრალოდ ვათვალიერებ ხოლმე და ეხლა რა ვიცი რა უნდა, აჰა, თემურაზე შევიდე. ხო, სხვათა შორის გუშინ გადმოვიწერე ახალი აპლიკაცია ამ ტელეფონში, წავშალე ის ძველები, CapCut რაზრით ხმარობდი და ვიდეოს ვამონტაჟებდი ხოლმე, ძალიან კარგად ხმარობდი. აქ მაქვს CapCut-ი და აქ თუ რამეს ვაკეთებ ხოლმე არც იმციბებს და აი იმ ტელეფონში მაგ CapCut-ს ვერ ვიყენებ. გეგონება თვალებს ახამხამებ ადამიანი ეგეთ იწყებს ციმცით. და რასაც ხმარობდი მე ხა რა აპლიკაციასაც ხმარობდი, ხმას ვერ ვუწევ რა, ანუ ვითომ ვიზუალურად უწევი ხმა რა, ხმა არ ემატებად ვიდეოებს და თუ ადრე ჩემს ვიდეოებს ქონდა კაი ხმა, ეხა არ აქვს კაი ხმა. ბევრმა დაწერათ კიდეც, რომ ტელეფონს ხო აჭირს ჩემსას რამეო და არა ხახო, ჩემ ვიდეოებს არ აქვს ისეთი ხმა მაღალი ხმა, როგორიც ქონდა ხოლმე და გუშინ რა ვეძებდი რა, რამე ნორმალური აპლიკაცია რომ სასიამოვნოდ მოყვეს ხელში და რაღაცა ადვილი იყოს როგორც CapCut. ვნახე, უწუხანდელი ვიდეო მაგით გავაკეთე და მე მგონი რომ კაი ხმა ჰქონდა, იმიტომ რომ ვიზუალურად მე თვითონ რომ მოვისმინე და აუწი ხმას, აშკარად აწია ხმა. ხო და ესა. ერთ სიტყვით ამის მერე ისინს უწავშალე, წესით უნდა ყველას კაი ხმა ქონდეს. ხო, აი ეს მე იდეა. X-იდან 0-ის სათამაშო. კავშირი არ არის. აქამდე ხო ნახავთ, ეხლა Wi-Fi გაიჩი. ხის პატარა კონსტრუქცია და ხისვე ნულიანებია და X-ები ეს რო უნდა ითამაშო, ხო იცი, ეგ. ორი თუსაბილარი მაგაში. ბაზრობას ეგენი სხვათა შორის ისი როგორ ვიძურები ღირს 14 ლარამდე მაიწყებს. რომ ადრე რო უყიდე მასე ხით. ეგეთი ხის სათამაშოები მაღაზია არის ერთი ლილოს ბაზრობაზე, სადაც ხის რაღაცები იყიდება და პატარა რო იყო მყიდულობდი ხოლმე მაგას. ჩემთვის კიდე ხე ხო იცით, ბევრჯერ მითქვია რომ ხე არის ჩემთვის რაღაცა ხე და ქვა, საუკეთესო მასალა, საუკეთესო რამ რაც კი ბუნებას გამოუგონია. ეხლა საქმეც რაც მიიოლებს არის ის რომ იონის ყურსასმენები უნდა გავიკეთო და ხო ყურსასმენებიც მაინტერესებს როგორ ჩამოვა. იონის ყურსასმენები უნდა გავიკეთო და ისე დავალაგო სახლი და მოვაწესრიგო და ყველაფერი და ძალიან ადვილად ვაკეთებ ხოლმე. რაც მე სიკვდილება არის ის რომ დღეს იუსტიციაში უნდა ჩავიდე და ახლობით 4-5 საათში რადგან ბარბარეს პირადობა უნდა განაცხადი შევიტანოთ თურქეთისთვის. ხო და მეზარება. აი რო ვიცი რომ სახში ვარ და მე უნდა გავიდე მეზარება. არ და გუშინ დამავიწყდა რომ წამეღო დაბადების მოწმობა ბარბარეს. ლაშაც ვერ მიიყვანს. იმიტომ რომ მაგ დროს როდესაც ლაშა მოდის ხოლმე
სამსაკლია, სამის ნახევარია ხოლმე რაღაცა, რომ ესე მორბიან ხოლმე და ნინოს ვაცმე და ვუშვებ ცეკვაზე. ანუ იმის დრო არ აქვს, რომ შევიდეს და იქ რაღაცა პროცედურები გაიაროს რა, თორე ლაშა გაუკეთებდა თვითონ და მე აღარ ვიქნებოდი საჭირო. ხო და ეს დღესაც მიწევს სახელიდან გარეთ გასვლა და როგორ არ მიყვარს ხოლმე რომ იცოდეთ. რა შეიძლება ამებს ხა რო გითხარით შემახსენეთ მეთქი და ხო არ შემახსენეთ მაინც მე გამახსენეთ. ეს არის ნამუშევარი რომელიც შარშან გავაკეთე მე. ჩიკო და თიკო მე მგონი ასე დავარქვით თქვენი იმით ხო? არ ვიცი რატო თუ გინდათ შევუცვალო სახელი. ხისგან არის რა თქმა უნდა, აბა ჩემი რაღაცა ნამუშევარი სხვა რაღაცისგან არ იქნება. კანაფის თოკი რა თქმა უნდა. და თმებიც მაგისივე. ხო და რატო ვამბობ, რომ რამდენი მიეციო და არ მიმიციო. გუშინ თუ როდის ვიდეოში ჩანს ეს იქ იყო კომენტარი. და ანალოგიურად ესეც არის ოდნავ რამდენი 1 თუ 2 სანტიმეტრი პაწაწინა არის, იმასთან შედარებით ხომ უნდა ეტყობოდეს რომ გოგო არის. ეს არის ჩიკო. ეს არის ჩიკო, ეს იყო ჩიკო. თქვენი იმით დავარქვით, მე მგონი როგორც მახსოვს სახელი. ხო და ერთი პერიოდი გადავწყვიტე რომ ესენი გამეყიდა, მაგრამ ძალიან იაფად უნდოდათ, რამდენიმე მსურველი გამოჩნდა და ძალიან იაფად უნდოდათ, რომ იტყვით 15 და 25 ლარად უნდოდათ. და მასე არ გავყიდი მე და მისჩვენია პირიქით კი სახში მყავდნენ, იმიტომ რომ ნახეთ რამ ხელა არის ეს. ამის ვიზუალს უყურეთ. ეს არის დაახლოებით რა ვიცი, ბოთლის სახურავზე ცოტა დიდი. აი 3 ლიტრიელებს რო აქვს, აი ესეთი, იმაზე ცოტა პატარა. 10 ლიტრიელებს სახო არის ძალიან დიდები. აი ეს მეუბნეოდნენ რომ იაფად მიმეყიდა და ძვირი იყო. აი ეს მასალა თქვენ კარგად იცით მე რა ხერხზე ვხერხავ ხო ხართ გინახიათ და აი ეს მაქვს თითქმის 2 სანტიმეტრის დაშორებით მქონდა ხერხიდან თითები. თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ მეშინოდა. და წარმოსახვაში მქონდა რომ თითები აქეთ-იქით ცვიოდა. ეს იყო პირველი და ბოლო ნამუშევარი, ესეთი პატარა, რომელიც მე იმ ხერხზე გავაკეთე და მივხვდი რომ რისკად არ ღირს. შეკვეთებიც რო ყოფილიყო რისკად არ ღირს, იმიტომ რომ მე არ მაქვს ისეთი სამუშაო რაღაცა დანადგარები, რომ აი ესეთი პაწაწინა რაღაცა მოუხერხო. წნარად. არა, აი თქვენ ვერ ამ ხელასაც რო ხერხავ ხოლმე გული მისკდება მეშინია სინამდვილეში და სულ გათიშული მაქვს გარესამყაროს ხმები და ყველაფერი და ვიცი რომ მე კონკრეტულად იმ მომენტში იმ ხერხზე უნდა ვიყო ორიენტირებული და აი სულ რომ დაინგრეს ქვეყანა წამის მიასედითაც თვალი არ უნდა გავაპარო ეს ჩემს თავს დავუკანონე და ხერხს თავ ხოლმე ყოველთვის როდესაც ბავშვები არ არიან სახლში აი ძალიან ისეთ გამოუვალ სიტუაციაში რომ ან რომელიმე არ დამიძახოს, რომელიმე ის დაძახებაზე უცბად ყურადღება არ მოვადუნოთ რაღაცა, მე მეხარ მეძახის მე. ქათმებიც აყენებდნენ და ძაღლებიც. არა. ხო და მოკლედ არ მიღირს რა, რომ რაღაცა გავრისკო და ამის გამო რომ ეს გავყიდო, თითების გარეშე დავრჩე და თითები კიდე ეს ხელები ჩემი სამუშაო ის არის, რა ქვია. ეს შეიძლება დავაზღვიო. ასე რომ პირველ და უკანასკნელი ბავშვები არიან ესენი, რომლებიც მე იმ ხერხზე შევქმენი და გავაკეთე. და საყვარლები არიან ოღონდ მართლა. და ეს მე მიყვარს აი ეს ხვანცალები. მე რო ეხლა ვიყო თინეიჯერობის ასაკში და რო ვიყო იმ პერიოდში, როდესაც ვსწავლობდი, არ ვიცი როგორ, მაგრამ აუცილებლად ვიზრუნებდი იმაზე, რომ მესწავლა ხეზე მუშაობა, თუმცა რისი შესაძლებლობებიც მაქვს ტექნიკა, მას ვაკეთებ.
ალბათ უფრო დავიწყებდი, რომ რაღაცა მეყიდა, რაღაცა სამუშაო ისინი მეყიდა, გამეკეთებინა და პრაქტიკაში შენ თვითონ უფრო კარგად ისწავლიდი. თუმცა ყავს ჩვენ სოფელში ისეთი ხალხი, რომელიც ხეზე იდეალურად მუშაობს და რომელთანაც შეგიძლია ისწავლო. ხო და ისა, მოკლედ მაგას გავაკეთებდი დიდი სიამოვნებით. ხე არის მასალა ჩემთვის. აი ეს ხო ხე არის. ხე არის ჩემთვის მასალა, რომელიც არის მტკიცე, რომელიც არის აი მყარი, მაგარი, მაგრამ მისგან შეგიძლია ნებისმიერი ნაზი სილუეტის გაკეთება. ყველაფრის გაკეთება. თქვენ გინახიათ თუნდაც ქვაც იგივეა ჩემთვის, აი ქვაც იგივეა. ნუ ქვა რა თქმა უნდა უფრო ჩემთვის ძნელად დასამუშავებელი კი არის, საერთოდ არ ვეხები, ერთადერთი რაც არის ვიზუალურად როგორცაც პოულობ, ისეც ხმარობ, ისეც ვაწებებ, ისეც რაღაც. ხო და რაც შეეხება აი იმას თუ გინახიათ, არ არსებობს რა შეგხვდროდათ ინტერნეტში. ოღონდ რეალურ ფოტოებს ვამბობ, მე არ აი ეს ეხლა რო არის ეს ხელოვნური ინტელექტი, როგორ არ მიყვარს და როგორ არ მომწონს მისგან გაკეთებული ვიდეოები, სურათები, რაღაცა ცუდი აურა მოაქვს ჩემთვის ამ ყველაფერს, რაღაცა და მე ვამბობ რეალურ სურათებს, ვისაც გინახიათ მაგალითად ელემენტარული ბალიშის აი ესეთი ბალიშის, ესეთი არა, აი რომ მოჭმოჭო, აი ეს წარმოიდგინე, ნაოჭებს ხო ხედავთ, აი ესეთი აქვს ვიღაცას, რომელიღაცა მოქანდაკეს გაკეთებული ქვისგან ხალხო, ქვისგან. აი ესეთი, ყველა ნაოჭი აქვს იდეალურად გაკეთებული და ეს არის რაღაცა საოცრება, აი ეს არის ხელოვნება. ანალოგიური არის ხისგან. გინახიათ ალბათ ხისგან გამოთლილი სხეულები და რაღაცები, აი უნაზესი რაღაცა. და ამავდროულად მასალა არის ძალიან ამ ზაფხულს ქვების მოგროვებას ვიწყებ ისევ და ამ ზაფხულს ცემენტი ქვიშა ვიყიდი ყველაფერს, რაშას ვთხოვ რომ მომეტანოს და რადგან შარშან ერთი პატარა დეტალი ხო გახსოვთ სარკისთან რომ დავტესტე და გავაკეთე ამ ცემენტით და რაღაცით, უბრალოდ ეს იყო ინტერესი და ძალიან აღარ გავაგრძელე, იმიტომ რომ მაინტერესებდა რამდენად არ ჩამოინგრევდა. თან ისეთი ადგილი რომ სისველე ხდება და მაგით უფრო დაიტესტა რომ რამდენად სისველეს აიტანდა ჩემი პირველი შეხება ამ მასთან და იდეალურად არის არაფერი დაზიანებულა და ეს არის იმის მანიშნებელი რომ უნდა გავაგრძელო. ამიტომ ამ ზაფხულს თუ ამ გაზაფხულზე ან ზაფხულზე რა მნიშვნელობა აქვს სეზონს, თავი კაი ამინდი იყოს და თავი ის მასალა ვიშოვო. ვიშოვო არა, ანუ ვიყიდო რა, ვინმე მომიტადოს. აუცილებლად გავაგრძელებ ქვებით მუშაობას, ბედადინო ჩავალთ ხოლმე ისევ ჩვენს რიყეში და ამოვიტანთ ბევრ ქვებს და ლამაზად გავაკეთებ. ეგრე. არანაირი საღებავი, მარტო ქვა და ლაკი. აი ესე წავედი ახლა მე ნელა ავდგები. დავიწყებ რამე საქმეებს. რამე საქმეებს, ეხლა ვუყურებ და სადღაც ალაგ-ალაგ მშვიდობაში აბლაბუდა მიჩანს. აი მე რამდენი დასაუთობელი მაგ როიცოდეთ. ხო რა ვიცი, არ ვიცი რიგი თობის მიხედვით რას რის მერე გავაკეთებ, მაგრამ ფაქტია უნდა გავაკეთო. ხო ეს მოიტანა ლიანამ. ეს მოიტანა ლიანამ, ლაშას დეიდა იყო აქ სამარხოვები არის, პეჩენიები, მიუხედავად იმისა, რომ სურვილი მაქვს ახლა რომ გავხსნა და შევჭამო, მე გუშინ ჩემ თავს პირობა მივეცი იმის, რომ დიეტის არა. რამდენი ხანი არც დიეტაზე ვარ ახლა, უბრალოდ ვცდილობ რომ აი და რაც საკმარისია ისჭავ, მაგრამ მაქვს ხოლმე დღეები როდესაც ახსებს წავეპარები ხოლმე რა და ეხაც მქონდა ეგეთი სურვილი, მაგრამ მე ხო ვუთხარ, კაი რა ვაიმე კიდევ ეს ხო შენია, ხო შეიძლება არ ქნა. ერთი ბანანი შევჭამე, ბანანი მივირთვი და
დღეს მინდა რომ ჩემს ასწორსაც მოუჩხიკინო რა სჭირს და ჯანდაბა მოუვიდა და ნუ ავიწონები ხო ჯანდაბას ხვალე ავიწონები თუ გავაკეთე იმიტომ რომ მე ხო ჩემ თავს პირობამი ვეცი რომ სანამ თურქეთში წავალ ცოტა აზარზე მოვიდე მიუხედავად იმისა რომ ხო მეუბნებით ხოლმე რომ არა ხარის და რაღაცა მე ვგრძნობ რომ ვარ იმიტომ რომ მე ეს წონა ეხლა სავარაუდოდ დაკლებული მაქვს მაგრამ ესეც არაა ჩემი წონა უნდა მივიდე იქამდე ხო და თურქეთი ყველაზე დიდი ყველაზე კარგი მიზანია რა რომ იქ თუნდაც სარაფანს ჩაიცნევ თუნდაც რაღაცა და რაღაცა არ მექნება დისკომფორტი ჩემი ყოყლოყოყვილის აი ესე ეხლა ვიწევთ მას იმიტომ რომ მე როდესაც რამეს ვაკეთებ მით უმეტეს ეხლა უნდა ჩავიდე და გავაკეთო ცომი პატარა რა ვქენი ეს ჭარხლისთვის თუ რაც აქვია ხალისთვის მოვზილო სანამ გაფუდება პირველ რიგში მაგას გავაკეთებ სანამ გაფუდება და დანარჩენს მერე აი ხა ხო თქვი არ უნდა გადავიწიო პირიქით ხო და აი ესე კი არ გადავიწევ აი ესე ვიზავ რა რომ თან აი ესე თმის შეჭრას ვაპირებდი და მინდოდა სული მქონდა და აღარ ვაპირებ ისევ თურქეთისთვის იყოს ახლა თუმცა არ არის გამორიცხული რომ მივიკრიჭო წავედი მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით კაი იყო თქვენთან ერთად ყავის დალევა და ჭორაობა